ეს არის კრიმინალური ბანდა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს საერთოდ არც სახელმწიფოს მართვასთან, არც ძალოვან უწყებებთან, ისინი ასახიჩრებენ ყოველდღიურად ასეულობით ადამიანის სიცოცხლეს და მარტივად ვხედავთ ჩვენ რომ იქნება ეს ხარაზიშვილი თუ სხვა მაღალჩინოსნები მათ აქვთ სრული კარტბლანში ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან მინიჭებული რომ ჩაიდინონ ნებისმიერი ტიპის დანაშაული ისინი რუპორით აგინებდნენ ადამიანებს მოქალაქეებს დედისტოლა ადამიანებს იქ მიყვანილი პატარა პაცანა ბიჭები რომლებიც სავარაუდოდ არ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები არიან არც სამართალდამცველები სადღაც როგორც არსებობს ინფორმაცია და გვაქვს ჩვენ ამის კავშირები რომ დავადგინეთ და ახლობთ სხვადასხვა სპორტ დარბაზიდან შეკრებილი ადამიანები ტიტუშკები ამიტომ ეძახიან მათ ტიტუშკებს იმიტომ რომ სამართალდაცვასთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ ამ ადამიანებს ხო ეს ფაქტობრივი მოცემულობა ივანიშვილმა ეს დაუსჯელობის სინდრომისა ერთმანეთს დაერივნენ ხან სინჯიკაშვილიო და ხან ხარაზიშვილიო დღეს ეხლა სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი გამოდის და ეშინია რომ საკუთარი თვალით ტელეფონში რასაც უყურებს და ხედავს რომ დანაშაულია ჩადენილი ფიზიკურად ხედავს რომ დანაშაულია ჩადენილი ეშინია რომ თქვას რომ კი ეს არის გამოძიების საგანი და წლების განმავლობაში როცა ისინი ოპოზიციაში იყვნენ მათ შორის ჩვენც ოპოზიციურად განწყობილები ვიყავით ყველაფერს რო აფასებდნენ ეს დრო ხომ ახსოვთ მათ ხომ ახსოვთ ეს დრო მაგრამ ახლა აი ხმა ჩაკმენდილები უუფლებოები იმის ეშინია და ამ ღიად ამბობს ამას წამოწდა რომ აი რა გინდათ ხარებასთან გინდათ დამაპირისპიროთო ანუ ეშინიათ ეს მოცემულობა იმიტომ რომ მეორე მხარეს სინჯიკაშვილი ქვეყნიდან გაქცეულია რაღაც კრიმინალურ კარტელთან გვაქვს ჩვენ შეხება რომელსაც აქვს ერთადერთი დავალება ემსახუროს ივანიშვილის რეჟიმს რომელიც თავის მხრივ რუსულ საქმეს აკეთებს ამ ქვეყანაში და ჩამოდგეს უზარმაზარი შავი ჯიპით რაღაც მაღალჩინოსანი და აგინოს თურმე საქართველოს მოქალაქეებს რომლებიც ქუჩაზე დგანან და აპროტესტებენ ერთი უსამართლობას მეორე დასახიჩრებას მესამე სასამართლოს არქონას დღეს ახლა წეგან უყურებდი დასახიჩრებული ადამიანი რომელსაც თვალი სახე უმძიმეს მდგომარეობაში აქვს როგორც ცემეს ხო ანუ ამ ვითარებაში რაზე შეიძლება ლაპარაკი იყოს და სად არის მათ შორის ქართული ოცნების ის მხარდამჭერები რომლებიც ეს ვანო მერაბიშვილს აკრიტიკებდნენ და ორგვამს ხარება არ ითხოვდა ვანო მერაბიშვილთან ერთად და მათ შორის შემსრულებელი იყო რომ დარბოდა ფეხის წვერებზე მაშინ ვინ არიან ეს ადამიანები? ეს ადამიანები არიან სწორედ ის ყველაზე დალაქავებული შავი ლაქებით სავსე საჯარო ფიგურები, მაღალჩინოსნები, პოლიციიდან იქნებოდა სასამართლო და თუ ასე შემდეგ, ვინც გადაიბარა სისტემა. 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობის გაზრდა რუსეთში არ არის. ანუ პუტინის რეჟიმი, პუტინის რუსეთში 30 დღეა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე პატიმრობა. პუტინის რუსეთში და ლუკაშენკოს ბელორუსიაში არის 25 დღე. და ამიტომ საქართველოს 60 დღემდე გაზარდეს. თავიდან იყო 5 დღე, მერე გაზარდეს 15 დღემდე, ახლა 60 დღემდე აიტანეს. და ეს სხვათა შორის ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა ბოლო წელიწად ნახევარში გაზრდილი ეს იმიტომ რომ მაშინ სულ ზღაფავდა ის რეჟიმი და ზუსტად იმავე გზას გადის ახლა ივანიშვილი. ოღონდ ნათლად უნდა ესმოდეს ყველას პერსონალურად ჩვენი კოალიციის ძლიერი საქართველოს და ლელოს პერსონალური მტერი იქნება ყველა ის პირი რომელიც იტყვის რომ ვინმეს დანაშაული უნდა შერჩეს. ვინმეს აი ამ ტიპის დანაშაული სისხლის სამართლის დანაშაულს როცა მან და შერჩეს ეს თუმცა საჯარო მოხელეებს უნდა გქონდეთ განცდა რომ ვინც არის პროფესიონალი საჯარო მოხელე ისინი შეინარჩუნებენ სამსახურებს ვისაც არ მიუძღვის ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულებებში ადამიანების დევნაში დასახიჩრებაში სასამართლო საქმეების გაყალბებაში და ასე შემდეგ თუმცა სხვა ყველა აუცილებლად აგებს პასუხს და ამის გარანტორი იქნება კოალიცია ძლიერი საქართველო პარტია ლელო და სხვა პოლიტიკური აქტორები რომლებიც ჩვენ კოალიციას წარმოადგენენ არ დავთმობთ არც ერთ მის ხალხს და სათითაოდ გავცემთ ყველას პასუხს. ის შესაბამისი პირები, რომლებიც ცრუ მოწმეები არიან და მათი ცრუ მოწმეობის და ჩვენებების საფუძველზე ადამიანებს უშვებენ პატიმრობაში. იქნება ოკმელაშვილი, რომელსაც გუშინ 5 წლიანი პატიმრობა
მიუსაჯეს მზია ამაღლობელი აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუწევს პასუხისგება აუცილებლად მოუწევს იმიტომ რომ მზია ამაღლობელი რომ დააკავეს თავის დროზე ცოტნიანანიძე დააკავეს აჭარაში დღეს ქართული ოცნების დეპუტატია და აჭარის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს წარმოადგენს რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ ვის ხელშია ეს ქვეყანა რომელსაც უნდა გათავისუფლება და ჩვენი პასუხი გვაქვს უკვე მათ შორის პოლიტიკოსებს ძლიერ საქართველოს სამოქალაქო აქტივისტებს და სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც და ეს პასუხი მაგა იყო გაცემული თბილისი მოლთან როცა ორდღიანი კამპანია ჰქონდათ რომ თითქოს და გზის გადაკეტვა თან რაოდენობრივად როცა ძალიან ბევრია და ვერ ეტევა ტროტუარზე გზის გადაკეტვა რო აქციეს სისხლის სამართლის დანაშაულად 24 საათში 24 საათში მთავრობის განკარგულებით ხო აქციეს სისხლის სამართლის დანაშაულად ეგრეთ წოდებულად ხო და რა მოხდა რა იყო ჩვენი პასუხი იყო რომ შევიკრიბეთ მაინც და გზა გადაიკეტა თუმცა უცნაური შემთხვევა იყო რომ ისევ სპეცრაზმა გადაკეტა გზა მოქალაქეებს ამ შესაძლებლობა არ ქონიათ სპეცრაზმა თავისი ორი კორდონით გადაკეტა გზა ცემეს ადამიანები ისე რომ თუკი ნოემბრის აქციაზე ვიღაცას რაღაცას მოუწოდებდნენ ეს ჰქონდათ ყოველ შემთხვევაში არგუმენტი რომ არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნას ამიტომ დააკავეს და ასე შემდეგ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით როგორ არბოდნენ გორაზე როგორ ჩამოჰყავდათ იქედან ხალხი როგორ მიჰყავდათ ხარებასთან და როგორ უსწორდებოდნენ ფიზიკურად თქვენ აქვე ახსენეთ ახლა ის კანონები რომელსაც უახლოეს დღეებში მიიღებს ქართული ოცნება ერთპარტიული პარლამენტი თუმცა მაინც ამოქმედებს და ასევე ახსენეთ საჯარო მოხელეები რომელთან დაკავშირებითაც ასევე შედის ცვლილება რომ 3 დღით ადრე შეუძლიათ რომ აცნობონ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით მოკლედ ყველა მხრიდან ეს მარყუში უფრო და უფრო ვიწროვდება იმ ადამიანების კისერზე ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის სად მოძებნოს ან როგორ მოძებნოს ბიძინა ივანიშვილის კისერზე ამ ყველაფერში ბიძინა ივანიშვილის კისერზე ვიწროვდება ის მარყუჟი რომელიც პოლიტიკურად მას გაგუდავს მას აღარ ექნება შესაძლებლობა რომ გააგრძელოს ამ ქვეყნის მართვა მაშინ როცა ყველას გააზრებული აქვს ყველა სფეროში ჩვენ აქ მარტო პოლიტიკოსებზე ხო არ ვლაპარაკობთ რუსთაველის თეატრი იცით ხო რობიკო სტურუას დაქვემდებარებაში მყოფი რუსთაველის თეატრი გაიღვიძა, ახმაურდა, იქ ვნახეთ პროტესტი. საუბარია მსახიობებზე, საუბარია IT ტექნოლოგიებზე, საერთოდ 24 საათი რომ არ აინტერესებთ ხოლმე გარემო სივრცეში რა ხდება, ძირითადად ეგეთი მოქალაქეები ან სტერეოტიპულად რა თქმა უნდა, მაგრამ ისინიც კი გამოვიდნენ საპროტესტო აქციაზე. გამოვიდა ყველა საერთოდ ხელოსნები, პენსიონერები, ახალგაზრდები, ყველა უნივერსიტეტი ფეხზე დგას. და ამ მოცემულობაში ჩვენ ძალიან ახლავთ ხედავთ რომ ბიძინა ივანიშვილი ვეღარ შეძლებს ქვეყნის მართვას. ამისთვის საჭიროა კი მეტი კოორდინაცია, კი პოლიტიკოსების მხრიდან მეტი პასუხისმგებლობის აღება, გარჩევა იმისა რომ ვიღაც რო გამოდის 1-2 აქტივისტი და ამბობს რომ პოლიტიკური პარტიები არ გვინდა გასაგებია ჩვენც აი ამ ორ ცეცხლ შუა ვართ. ვიღებთ ინიციატივას გვეუბნებიან რატომ იღებთ, არ იღებ ინიციატივას და გეუბნებიან რომ აბასადარიან პოლიტიკოსები და აქ ვართ. ყველგან წინა ფლანგზე ვდგავართ, ვიბრძვით, რესურსულად ვიხარჯებით, ვაძლიერებთ ჩვენს რეგიონებს და რეგიონები რომლებიც ამ ეტაპზე თითქოს და მიტოვებული ჩანს კოალიცია ძლიერი საქართველო დადის მათ შორის ლიდერების თანამონაწილეობით რეგიონებში ჩვენ ვიყავით ახალხანს დუშეთში გავაკეთეთ მათ შორის საპროტესტო მარში რომელიც დუშეთს არ ახსოვს და ბევრი ადამიანი გამოვიდა დუშეთის ქუჩებში ქონდა შეხვედრა მცხეთაში ვემზადებით გურიის ტურისთვის ან რეგიონებსაც ვაძლიერებთ მათ შორის ბათუმში ქუთაისში ზუგდიდში თუ ვინმე იბრძვის ჩვენი კოალიციის წევრები არიან რომლებიც დააკავეს მათ შორის ლუკა ნაცვლიშვილი ჩვენი პარტიის კოალიციის ერთ-ერთი ახალგაზრდა ლიდერი ვაჟა დარჩია ჩვენი პარტიის წევრები ვეფხია კასრაძე ვასილ კაძელოს სისხლის სამართლის მუხლები დღემდე საპატიმროებში შედან ასობით ჩვენი თანამებრძოლი კოალიცია ძლიერი საქართველოს და ლელოს წევრები არიან დაკავებულები ადმინისტრაციული სახდელით და უზარმაზარი ტვირთია მათზე რომლის შემსუბუქებაშიც მათ შორის ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს
ჩვენს წევრებს ცდილობენ რომ საჯარო სამსახურებიდან გამოაგდონ, გამოაძებონ, მაგრამ არავინ არ არსებულა ერთი შემთხვევა, სადაც უკან დაგვიხევია. ჩვენ ხო ვხედავთ ჩვენს პასუხებს, როცა ჩვენ გვიჭერენ, გამოვდივართ იზოლატორებიდან და ისევ საპროტესტო აქციაზე მივდივართ. ამიტომ მარტო პოლიტიკურ პარტიებს შორის კოორდინაცია კი არა, სამოქალაქო საზოგადოებამ კეთილი უნდა ვინებოთ ყველამ ერთად და ეს კოორდინაცია შევძლოთ, რომ უფრო მეტად დაგეგმილი იყოს საპროტესტო აქციები. მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, კოორდინაცია და პასუხისმგებლობა. ბოდიში ამას დავასრულებ რა. ბოდიში სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს და ამ თვეების განმავლობაში ჩვენ მას მხარდაჭერას უცხადებდით და ვუცხადებთ, მაგრამ მისი როლი ბევრად უფრო აქტიური უნდა იყოს კოორდინაციაში. ჩვენ ეს არაერთგზის გამოვხატეთ და ბოლო პერიოდში თითქოს და გაქრა სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური როლი და ჩვენ გვინდა რომ უფრო მეტი გვესმოდეს მისგან. უფრო მეტი თანამონაწილეობა კარგად გავიგო კოორდინაციაში სალომე ზურაბიშვილის ჩართულობასა და პასუხისმგებლობის აღებაში რას გულისხმობთ. მე მესმის რომ ესე ზოგადად ვსაუბრობთ რომ მეტი კოორდინაცია უნდა იყოს, თუმცა უფრო მეტად მინდა რომ კარგად გავიგო როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ეს მეტი კოორდინაცია, მეტი პასუხისმგებლობაში რა იგულისხმება და როგორ წარმოგიდგენიათ პროცესში ზურაბიშვილის როლი. და თქვენ არ ხართ პირველი, ვისგანაც მე ბოლო პერიოდში მესმის სალომე ზურაბიშვილის ცოტა ხანს უფრო არააქტიურობაზე, მოდი ასე დავარქვათ, საუბარი. დიახ, კოორდინაციაში გულისხმობთ შეთანხმებას, გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღებას, პასუხისმგებლობის აღებას ამ გადაწყვეტილებებზე და ამის შესაბამისი ფორმატს კოალიცია ძლიერმა საქართველომ შესთავაზა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს, ლეგიტიმურ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და სხვა პოლიტიკურ პარტიებს. თქვით რომ უნდა შეიქმნას რაღაც სათათბირო საბჭო, გინ სახალხო პარლამენტი, გინ კონგრესი, ან რაღაც კონკრეტული შემადგენლობა, რომელშიც იქნება გამოხატული სალომე ზურაბიშვილი, პოლიტიკური პარტიები, რომელსაც დობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქეებმა, ჩართული იქნება გადაწყვეტილების მსჯელობის დისკუსიის პროცესში არასამთავრობო სექტორი, საპროტესტო სამოქალაქო მოძრაობები, იმისთვის რომ არსებობდეს ის სათათბირო ორგანო, რომელსაც შეხედავს რიგითი მოქალაქე, რომელიც ტელევიზორს უყურებს, თუ რუსთაველის გამზირზე დგას, ან რეგიონში იმყოფება და იტყვის, რომ აი ეს არის ის შემადგენლობა, რომელსაც მე მხარი დავუჭირე, რომელი პარტიის გულშემატკივარი ან ამომრჩეველიც არ უნდა იყოს, რომელსაც დაინახავს ვიზუალურად კონკრეტული სახელი გვარებით, კონკრეტული პარტიული ჯგუფებით, კონკრეტული საპროტესტო მოძრაობების სახელწოდებებით და მათი ლიდერებით და იტყვის, რომ სწორედ ეს ხალხია, რომელმაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა იყოს წარმოდგენილი მათ შორის ევროსაბჭოს ასამბლეაზე, სადაც რომელიც უნდა იცავდეს ჩვენს უფლებებს საერთაშორისო ველზე. ჩვენ ამას ვაკეთებთ, მაგრამ ვაკეთებთ ინდივიდუალურად და მეტი შედევის დასაყენებლად. მეტი ინფორმირებისთვის გჭირდება სწორედ ამ ერთობ თანხმობა, იმიტომ რომ ჩვენ რომ ვამბობთ რომ ეს ერთობა საჭიროა პოლიტიკური პარტიების მართავდით შეხვედრებს ბოლო პერიოდის განმავლობაში ნოემბრის აქციების შემდეგ დეკემბრის დასაწყისში მე მახსოვს შეხვედრები პოლიტიკური პარტიებისაც, შემდეგ ეს პოლიტიკური პარტიები ამ შეხვედრებიდან მიდიოდნენ სალომე ზურაბიშვილთან, იყო ეს შეხვედრებიც, რატომ ვერ შედგა ეს კოორდინაცია მაშინ, რა უდგას ამ თანხმობას წინ? იმიტომ რომ გაჩერდა მაკა ეს პროცესი გაჩერდა და ჩვენ დღემდე ვიმეორებთ რომ ჩვენ გჭირდება სტრუქტურირება. სტრუქტურა გჭირდება ამ ყველაფერს, არა ბიუროკრატიული სტრუქტურა, არამედ ძალიან მარტივი. ჩვენ ვიცოდეთ, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც პასუხისმგებლობას იღებენ ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე და ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი კოალიცია მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ანა დოლიძე, ირაკლი კუპრაძე, ლევან ცუცქირიძე, ალეკო ელისაშვილი, ანა ნაცვლიშვილი და სხვები მზად ვართ ამ პასუხისმგებლობის ასაღებად. მზად ვართ რომ ვიდგეთ წინა ხაზზე. მზად ვართ რომ ავიღოთ მზრუნველობა და პასუხისმგებლობა. იქნება ეს სამართლებრივი რესურსული თუ ასე შემდეგ. რასაც ვაკეთებთ, მაგრამ მარტო ჩვენ კი არ უნდა ვაკეთებდეთ, ერთად უნდა ვაკეთებდეთ. სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა თქვას, რომ კი ამის დრო არის ახლა. უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ორი შეხვედრა შედგა ამ ეტაპზე. მსგავსი ფორმატით ჩვენ შევძლებთ და დავითანხმეთ. ამ ორი შეხვედრის ფონზე მაკა შევქმნით რამდენიმე სამუშაო ჯგუფი, მათ შორის შევქმნით საგარეო ფაქტორებზე და საგარეო სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ევროსაბჭოში ისე უპრეცედენტოდ კარგად იმუშავა. სწორედ ამ ჩვენი ინიციატივის შედეგი იყო ამ საგარეო ჯგუფის შექმნა. ევროსაბჭოში მუშაობა ხო ყველას მოგვეწონა, სადაც ქართული ოცნება სამარცხვინო შედეგით დამარცხდა.
ყველას მოგვეწონა მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ერთად მუშაობა ბევრად უფრო ეფექტურია და წარმატებულია. სირიის ხელისუფლებას რომ გაუგზავნეთ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის არაღიარების მოთხოვნა, მაშინ როცა ივანიშვილის რეჟიმი დუმს ხომ სწორი გადაწყვეტილებაა. ჩვენ გარდა ამას ქართული ოცნება რუსული რეჟიმი არ გააკეთებს, იმიტომ რომ მათ პირიქით მეტი კრიზისი ჭირდება. აი, რას შეცვლის სანამ დაგემშვიდობებით, რას შეცვლის ეს კოორდინაცია, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, ეს იქნება პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის თუ თავად ზურაბიშვილის ჩართულობით, რას შეცვლის პროტესტის მსვლელობაში, პროტესტში, რომელიც უკვე 69 დღეა, არ ვიცი, ზოგჯერ მერევა ხოლმე და ვეღარ ვითვლი. მესამე თვეა მიმდინარეობს, ხო? ეს იქნება დამაჩქარებელი პროცესის, თუ აი რას ცვლის, მითხარით? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ქართული ოცნება ჩვენ საქართველოს, მთლიან საქართველოს ებრძვის ერთიანი message box-ით, ებრძვის ერთიანი პროპაგანდით, ებრძვის აი ამ რაღაც მონოლითურობით, რომელიც მას უჭირავს ამ ეტაპზე სისტემა ძალადობის, მუქარის, შანტაჟის, მოსყიდვის, ეგრეთ წოდებული ძალოვანი უწყებების სახით და აქეთ მხარეს ჩვენ ხედავთ ერთმანეთისგან დათიშულ ხშირად ერთმანეთთან დაპირისპირებულ პოლიტიკურ აქტორებს, იქნება ეს სამოქალაქო სექტორი, იქნება ეს აქტივისტები, საპროტესტო ჯგუფები თუ პოლიტიკური პარტიები. და ამ დათიშვის დრო არ შეიძლება, ანუ არ არსებობს ახლა. ახლა არის ამ ტიპის ერთობის დროს, რაც მამუკა ხაზარაძემ თქვა რამდენიმე დღის წინ, რომ ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ ერთიან სტრატეგიაზე და თუ ერთიანი სტრატეგიით არ დაუპირისპირდით, მათ შორის ჩვენი მოქალაქეები თუ ჯარისკაცები არ დაუდექით ამ ძალადობრივ რეჟიმის წინააღმდეგობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება, რა თქმა უნდა, ისეთ გრძელვადიანი ბრძოლა როა, ჩვენ ეს ყველამ ვიცით და ამაზე დიდი ხანია ვლაპარაკობთ, მაგრამ ეს გრძელვადიანი ბრძოლა ხო უნდა დავავიწროვოთ, ხო უნდა შევამციროთ დრო რომ სწრაფად დადგეს ეს შედეგი, იმიტომ რომ ადამიანები არიან ზეწოლის ქვეშ, დევნის ქვეშ და მათ უნდა შევუმსუბუქოთ და თუ ვინმეს აქვს პასუხისმგებლობა ამ ყველაფერში, აქვთ პოლიტიკურ პარტიებს, ლელო და კოალიცია ძლიერი საქართველო ამ ყველაფერს იაზრებს ჩვენ სხვა პარტნიორებთან ერთად, ანადოლიძე, ალეკო ელისაშვილი, ლევან ციცკიძესთან ერთად და ვამბობთ რომ მზად ვართ კოორდინაციისთვის, ინიციატივა დაყენებულია, რაც კი შედგა აქამდე ორი შეხვედრა გამოიკვეთა საგარეო ჯგუფი წარმატებული მუშაობით და სამართლებრივი ჯგუფი, რომელიც ყველა დაკავებულს უწევს მხარდაჭერას და ეს ნომრები მთელ ქვეყანაში მუსირებს, რომ დარეკონ, მიიღონ მხარდაჭერა და უზრუნველყოფა და ზრუნვა ჩვენი მხრიდან. კი ბატონო, ირაკლი, ახლა ჩვენთან სტუდიაში ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ბეჟაშვილია, მე მას ვკითხავ კოორდინაციასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ სალომე ზურაბიშვილთან არ მაქვს შესაძლებლობა ამ კითხვის დასმის, თუმცა არ მგონია, რომ ალბათ მასთან კომუნიკაციის პრობლემა წესით არ უნდა არსებობდეს არც თქვენი კოალიციისთვის და არც სხვა პარტიებისთვის. საინტერესო არის პასუხები, რომ ეს კოორდინაცია შედგეს. მზად ყველანი ერთად. კი ბატონო, მადლობა ირაკლი კუპრაძეს ვემშვიდობებით, ლევან ბეჟაშვილი უკვე